ყოველ ადამიანში ჩემი თავიდან დაწყებული, ჩემით ვიწყებ, შეიძლება ასე ვთქვათ, ვერც ერთ ადამიანს ვერ წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება არსებობდეს ჩვენს გვერდზე ადამიანი, რომელსაც ეს საშინელი მანკიერება, სიამაყისა და ამპარტავნებისა, თვითნებობისა, საკუთარი სიმართლით ცხოვრებისა არ ქონდეს. ეტყობა უფალი გვიფარავს, რომ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. რომ ადამიანი საზარელი სანახავ იქნებოდა ასეთ შემთხვევაში და ჩვენ ვეღარ შევძლებდით ერთმანეთის სიყვარულს, ვეღარ შევძლებდით, რომ ერთმანეთი გვეტვირთა, ერთმანეთის უძლურებანი გვეტვირთა, ერთმანეთს შევიძულებდით. და მადლობა ღმერთს, რომ უფალი ამას არ გვაჩვენებს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არსებობს და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში ჩავიხედოთ, საკუთარ თავში მოვიძიოთ. რითი მარცხდება? სიმდაბლით, ჯვრის ძალით, საღვთო მადლით. და როგორც გითხარით, წეღანაც ყველა პირობაა დიდ მარხვაში იმისათვის, თუ თქვენ ღვთისმსახურებას შეიყვარებთ, ყველა პირობაა ღვთისმსახურებების დროს, რომ თქვენ მიიღოთ დიდი მადლი. იმიტომ რომ ისი არის ეს მხიარული მგლოვარება, რომელიც ასევე გითხარით ქადაგების დროს, მხიარული მგლოვარება ეს ისია საღვთო მხიარულება, მგლოვარებას, სინანულის მგლოვარებასთან შეზავებული, რომ ადამიანს ძალიან ეხმარება იმისათვის, რომ საკუთარი თავის დაინახოს ამ მგლოვარებით და ღმერთთან ერთობითაც იხაროს, მადლს დაემატება ასე დროს ადამიანის გულში, სიმდაბლეს და საბოლოო ჯამში დიდებით შეხვდება შეძლების და გვარად ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.